მეორე თავში უნდა განვიხილოთ ზოგადი მაჩვენებლები Excel-ისა თუ ის რა არის ახალი Excel 2007-ში. Excel 2007-ში პირველ რიგში არის ახალი ის, რომ ის ძალზე დიდი ფორმატირების, ძალზე დიდი მონაცემების შეყვანის საშუალებას იძლევა. ასე მაგალითად, თუ წინამორბედ Excel-ში გქონდა 65,536 სტრიქონი, ამ შემთხვევაში გვაქვს 1,48,576. თუ ჩვენ მქონდა სვეტების რაოდენობა 256, ახლა გვაქვს 16,384. Excel-ის წინამორბედი ფაილის მაქსიმალური ზომაში გახლდათ მხოლოდ 1 გიგაბაიტი, ახლა კი მანამ სანამ თქვენი ოპერაციული სისტემა დაიტევს ფაილს, აქამდე შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი Excel-ის ფაილი. ასევე საუბარია ფერებზე. 56 ფერიდან ჩვენ ავედით 4,3 ბილიონ ფერზე. ანუ ნებისმიერი ფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ Excel-ში. ასევე ჩვენ მქონდა პირობითი ფორმატირება, რაც გულისხმობს, რომ რაიმე კონკრეტული პირობის შედეგად ფორმატირებას იცვლიდა თითოეული უჯრა, ის უჯრა, რომელიც პირობას დააკმაყოფილებდა. შესაბამისად, ეს უჯრა შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო 3 პირობის ქვეშ, ანუ მხოლოდ 3 პირობა შეიძლება შესრულებულიყო. ახლა კი გახლავთ ულიმიტო რაოდენობა ფორმატირების. ასევე გახლდათ სორტირებისათვის, ანუ რაღაცა კონკრეტული პარამეტრებით დალაგებისათვის მხოლოდ 3 კრიტერიუმი. ახლა ჩვენ გვაქვს 64 კრიტერიუმი და ასე შემდეგ. მოკლედ გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები გააჩნია Excel-ს, რომელსაც ჩვენ ცოტა უფრო მოგვიანებით დეტალურად შევისწავლით და გამოვიყენებთ. ასევე გახლავთ ახალი ფაილის ფორმატირების საშუალებები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ მე-9 თავში უფრო დეტალურად. თვითონ გახლავთ ასევე სამუშაო ცხრილებზე მუშაობა, სტილები, მათი სტილების შექმნა, ამას მე-7 თავში განვიხილავთ. ასევე შესაძლოა გვაქვს საშუალება, რომ უფრო კარგად გამოვიყენოთ და დავინახოთ უფრო ლამაზად მონაცემები, რომლებიც დაითვლება და ანგარიშდება და შემდეგ თვალსაჩინოების სახით, ჩარტის, ანუ გრაფიკის სახით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ასევე მე-19 მე-20 თავში განვიხილავთ. თვითონ ფურცლის ხედვა ასევე განვიხილული იქნება ამავე თავებში, თუ როგორ არის შესაძლებელი თითოეული დოკუმენტის ფურცლებად დაყოფა და დანახვა. ამ შემთხვევაში შიტებს არ გულისხმობს, საუბარია A4 ფურცლის ზომებად დაყოფა და დანახვა. გვაქვს, როგორც უკვე გითხარით, პირობითი ფორმატირების ულიმიტო შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ მე-8 და 21 თავებში განვიხილავთ. ნუ ცხადია, მე-8-ში შედარებით ნაკლებად და 21 თავში უფრო სრულად. ასევე გვაქვს კონსოლიდაციის ფუნქცია, ანუ გაერთიანების ფუნქციები, რომლებსაც ჩვენ ვნახავთ და განვიხილავთ, რომ ასევე გვაქვს smart ბრძანებები, smart-ი, რომელიც გულისხმობს smart art-ი, რომელიც სწრაფად გვაძლევს საშუალებას შევქმნათ სხვადასხვა დიაგრამები, რომლებსაც ვნახავთ 22 თავში და ნუ ცხადია ფორმულის ავტომატური კოპირება და ასე შემდეგ და ავტომატური გამოყენებები. უმნიშვნელოვანესი საკითხი ეს გახლავთ მე-11 თავში Excel-ის. ასევე გახლავთ ახალი შესაძლებლობები pivot table-ებისათვის. pivot table-ები გახლავთ კომბინირებული ცხრილების სხვადასხვა სტატისტიკისა თუ შედეგების დასათვლელად და რა თქმა უნდა ახალი დამატებული ფუნქციები, რომლებიც აქამდე არ გახლდათ Excel-ში, ეს ახლა დაემატა. ნუ და ამ ფუნქციებსაც ჩვენ რა თქმა უნდა ვისწავლით, ეს მე-11 თავშია, როგორც უკვე გითხარით, ფუნქციები. ამითი მოკლედ მიმოვიხილე ის თუ რა გველოდება წიგნში და ახალი რა გახლავთ უკვე დამატებული 2003-ისგან განსხვავებული. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მუშაობა. ვნახოთ და უფრო დეტალურად შევისწავლოთ შემდეგი თავები.